დავამუხრუჭე, მამა უმეჯ და ჩემი ბრიგადის კაპელანი, მამა იოსები და მამაო გადმოხდი მანქანიდან თქვა მე უთხარი რა. ჩვენი მანქანიდან გადმოსვლა და აი აქედან ადგა ადამიანი, რომელსაც RPG ქონდა გამდამიზნებული და პირდაპირ მანქანას ესროლა შიგნით. აი ეს ჩამოვირბინეთ აი ამ ადგილზე მე და ოთარი და შევაფარეთ თავი ამ შენობის გვერდით, კედელთან. მივედით იქა ატყდა საშინელი სროლა, ატყდა ჩემს გვერდით, ვინც აი მოვასწარით თუ არა გადმოხტომა მანქანებიდან, მახსოვს საზურგეები წაიქერცლა. ვისროდით, ტერი იყო აი აქეთ. ვისროდით ამ მიმართულებით იმ შენობიდან და დავინახეთ ონიანი და ზოიც. უკანც რო დაუბრუნებული იყავით, იმის საშუალებაც არ ქონდა. უკან ორი ტანკი იყო იმათი, ინტენსიურად გვესრიგდა რა ჩვენ. გასახანი არ ქონდა და იხოცებოდა ბიჭები. მახსოვს ავტომატის მჭიდები ისევ შევცვალეთ და გამოვედით აი ზუსტად აი აქ პადულიდან ზუსტად აი აქ შუაში იყარა აგურების გროვა. ამ აგურების გროვაზე შევდგი თუ არა ფეხი რაღაც ესე საშინელმა ძალა მაგვიყვანა აერში. სამი გარდაიცვალა მე და ოთარი. დავიჭერით, ოთარიც ვერ დგებოდა ფეხზე და ვერც მე. იქიდან რომ გამევედი, ეგრევე შევხედე, რომ ბედერები იდგა წინ და რა თქმა უნდა იმის მიმართულებით ვისროდი და გამოვიბოდი. აქეთ ამოფარება მინდოდა. რო გამოვიბოდი, მე მომხდა GP25. მე ონიანმა დაგვიძახა, რომ ბიჭებო მოდით, მე გიშველით და ხოხვით მივედით მე და ოთარი. წამოვწექით შენობასთან. თვითონ ალეგომ დაიწყო ლოცვის წაკითხვა, ყვებოდით ჩვენც. და ამ დროს მოგვადგნენ რუსები. რუსები რომ მოგვადგნენ, ონიანმა თქვა არ ჩაგბარდებითო რა. და სხონებული ზოიძეც სისხლისგან იცლებოდა, ცივდებიო ბიჭებოო. ალეგოს გვერდით ახლოს ვიწექი და როგორც კი მოხსნა ამ ყუმბარას თავი დაშვები კი დაუძახეთ მე და ოთარი რა. ეს ერგედე იყო სამკუთხედად შლის წნევამ გამთიშა. რუსები აღარ ჩამოსულან აქ, არ ვიცი, შეეშინდათ რა იყო, აღარ მოსულა. რო შემოვედი ამ ოთახში, ეს ბარამია იყო, გარდაცვლილი იყო. აქეთ გავარდი მე ოთახში კუპატაძე ნახეთ ჩვენი ბიჭი, ჩვენი ასეულის. ისიცი ამ მდგომარეობაში და ეგ იყო რომ ჭიდები და ისინი ავიღეთ, ჩავილაგე ჯიბეებში და ახალი მჭიდი მივაგე, გადავტენე და ლიანდაგ შორის ჩავდექი და სროლით ესე გამოვდიოდი. და ვეღარ შევძელი და წავიქეცი, ჩავარდი ლიანდაგიდან ხელა მარცხნივ აქეთ გზაზე. დაახლოებით 1 საათამდე იყო მათი შეუწყვეტელი ბრძოლები აქ. და სინკრები ხტუნაობდნენ ისეთი სროლის ხმები, ტანკები ისროდნენ და რაღაც 100 მეტრში მარა იქნებოდა. 11 აგვისტო, 12 აგვისტო და 13 აგვისტოს მომიწია იქ ყოფნა რა. 3 დღე მიცვალებულებში, ეს 2 დღე ნახევარი მიცვალებულებში იქ ჩაგდებული უგუნოდ ვერდი ეს. მოვიდოდიაზე გავითიშებოდი და ეს საშინელება რომ დავინახეთ, მე და ჩემი მეგობარმა წავედით ცოტა უსაფრთხო ადგილზე, სადაც ბეტერების ხმა არ გესმოდა, იქითკენაც ვინმე ყოფილიყო. შემოვიდა ახმეტა, ხუციშვილი, შინდიში მცხოვრები. შემოვიდა და დაიძახა ვინ არის ცოცხალიო და ხმა ვერ ამოვიღე და ხელი ოუწია, მეთქი მე ვარ მეთქი და მოვიდნენ და გადამიყვანენ აი იმ ხობის იქით. დამსვენ იქ და საღამოს მომაკითხენ და წამიყვანენ მერე საღამოს სახში. ჯერმანულმა ინჯე გადავიყვანე. რამის მომკლა იმან და მე ყველაზე ბოლოს მაღაზონი გადავიყვანე. ეგ უკვე 13 შუა დღით. ახმეტა რო გამცდა ამოუძვერი იმ ეკალბარდიდან და გადატენილი მქონდა ავტომატი და დაუმიზნიეს უკანიდან 20 მეტრის წინ გაუშვი ესე ასე რო ვთქვა და წინ და ამოუძვერი და დაუმიზნიეს ახმეტას ქართველი თუ არ ხარ მეთქი ისე და ასე თავიდან რომ მოვიდა გავაჩერე მე ხო არ ვიცოდი ვინ იყო ახლა მაგი და ავტომატი დაუმიზნიეს დაწოლინვა და გაჩერდა და მახსოვს ესეაცია ხელები შენ გეძებო მეო და ვიცი ვიღაცხაო და მეთქი უეჭველი მოვტი და 60-ში ვარ თქვა აი მაგათ გული რას განახობს იმას აკეთებ თუ მაშინ რო გითხრა არ მეშინოდა მეთქი რო გითხრა მეშინოდა მეთქი ვერაფერს აი გული რას განახობს იმას აკეთებ ეგ არის მეტი